მოგესალმებით, შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მელელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გაცემას კი ბერდია სიჭინავასთან ერთად გავხსნით. შეთანხმება გახარიას პარტიასა და ლელოს შორის კონკრეტულად რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის გაფორმდა. და სხვა თემებით ვიწყებთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი ეთერში ახალი ამბების მოკლე კოლაჟის დროა. საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც შესაძლოა საქართველოს მთავრობას აიძულოს გათვლების შეცვალოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ბრიუსელში შეხვედრაზე დღეს სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განეხილავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ინგრევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში ოფიციალურად ადასტურებს 2 ადამიანის გარდაცვალებას. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შენობის ფასადის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. სამუშაო სამუშაოები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ზემოაჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით 420 ჰექტარი ფართობის სოფლის ტერიტორია დამუშავდა. ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ტარდება. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავაა ჩვენთან. გამარჯობა ბატონ ბერდია და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მივესალმებით პალეტრანის მოყოლებას. ბატონ ბერდია, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით შექმნილ ვითარებასა და წმინდა წყლის პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრებდეთ, მინდა დავიწყოთ თბილისში გუშინ მომხდარი ტრაგედიით და უპირველესად სამძიმარი გამოუცხადოთ გარდაცვლილთა ოჯახებს. სამწუხაროდ სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ინგრევის შედეგად გარდაცვლილი 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. წუხენ გვიან ღამით დასრულდა ნანგრევებში მოყოლილი პირების ძებნა შველის ოპერაცია. რა შეიძლება ითქვას მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებზე? კრიტიკა მოდის თბილისის მერიის მისამართით. თქვენ ვის მიმართ და რა კითხვები გაქვთ? მეც სამძიმრით დავიწყე ბლევა და მიუსამძიმრით გარდაცვლილების ოჯახებს და დაშავებულებს ძალიან მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და ეს არ არის უბედური შემთხვევა, როგორც ცდილობს ხოლმე ოცნების ხელისუფლება ეს ამბავი შემოგვასახოს. ახალგაზრდები, არასრულწლოვნები პარკებში დენის დარტყმის შედეგად იღუპებიან, მთხრილებში იღუპებიან. წარმოუდგენელი არის უბრალოდ რაღაც სიკვდილი დადის ქალაქში, რომელიც პირდაპირ ფორმით ადამიანს რომელსაც ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად თავში ეცემა. ხო, წარმოუდგენელია თან იმ ავარიულ კორპუსზეა ზუსტად საუბარი, რომელ ავარიულ კორპუსზეც მოქალაქეები მრავალჯერ ეკავდნენ მერიაში და ზუსტად იცოდნენ მისი ავარიული მდგომარეობის შესახებ და წარმოუდგენელი გულგრილობაც კი არ ქვია ამას ხშირად. გულგრილობა ნიშნავს საკუთარი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ან შეუსრულებლობას და ეს არის პირდაპირი ფორმით ვიტყოდი, არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული, როდესაც ასეთი შედეგის გარდაუვალობას უშვებს შენი მოქმედებით. ამიტომ რაც არ უნდა იმართლოს დღეს თავი მუნიციპალურმა ხელისუფლებამ იმასთან დაკავშირებით თითქოს ეს იყო რაღაც მეხუთე დონის ავარიული კორპუსი, მესამე დონის და გუშინ რაღაც ექსპერტული მოსაზრებები ჩამომსხდრები იყვნენ და რაღაცებზე ყბედობდნენ. ხო, წარმოუდგენელი ადამიანები დაიღუპნენ, შრომელი ადამიანები დაიღუპნენ, რომლისთვისაც ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო. ამიტომ აქ პასუხისმგებლობას ვერ გაიქცევა ვერან აქ სამართლებრივთან ერთად არის მორალური პასუხისმგებლობის ამბავი. როგორ შეიძლება შენ ფიქრობდე, აკეთებდე რაღაცას და კონკრეტულად შენს გულგრილობას, უმოქმედობას თუ პირდაპირ განზრახვით მოქმედებას თუ არაპირდაპირ განზრახვით მოქმედებას მსგავსი შედეგები მოსდევდეთ და შენ შვიდად იყო ამ ყველაფრის მერე. თბილისის მერიაში ხაზს უსვამენ, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების მუნიციპალური პროგრამა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ავარიულ შენობაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 100% იქნება თანახმა შენობის დატოვებაზე, რაც ამ შემთხვევაში ასე არ იყო, როგორც თბილისის მერიაში ამბობენ. რა შეუძლია მერიას ეს მინდა კითხოთ და რას უნდა აკეთებდეს მერია თუ კი კონკრეტული ადამიანები წინააღმდეგი არიან დატოვონ ავარიულ საცხოვრებელ სახლში მყოფი ადამიანი გარდაიცვალა, ხო არ გარდაცვლა, ქვევით ვინც იმყოფებოდა იმ ადამიანს დაეცა ეს ბეტონის კონსტრუქცია, მოიყოლა და გაჭყლიტა.
ზუსტად იგივე მოხდა დადიანზე საბედნიეროდ იქ მსხვერპლით არ დასრულდა და მე რამდენიმე კვირის განმავლობაში დადიანის გამზირზე გადასასვლელ ხიდან გზა იყო გადაკეტილი მთლიანად დადიანის გამზირი, რომ იქ რაღაცა ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლოდა და ადამიანებს თავში არ დასცემოდა ესეთი კონსტრუქციები. მსგავსი პრევენციული ღონისძიებები აქ რატო არ გააკეთეს? ზამთარში ხო არ უჭირთ მაგალითად სოციალურად დაუცველების სახლების დანგრევა და გამოყრა. რა გაუჭირდა ძალით გამოყვანა თუ მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება ადამიანების კორპუსიდან გამოყვანა გაუჭირდა საპოლიციო დანაყოფებს მერიასთან კოორდინაციით ეს ტყუილია მტკნარ თითქოს ეხა მოქალაქე ყველაფერი პრობლემა როგორ ხდება მოქალაქეების ყველაფერი მოქალაქეების ბრალეულობა როგორ არის ვინმე არის რამეზე პასუხისმგებელი მარიტა მეფარიშვილზე ვინმე იყო პასუხისმგებელი აჭარაში თხილში რო ადამიანები ჩავარდა ბავშვები და დაიღუპნენ ვინმე არის პასუხისმგებელი ან თბილისში რო რიყის ტერიტორიაზე ბავშვი თხილში ჩავარდა და მოკვდა ამაზე პასუხისმგებელი ვინმე არის ორი ადამიანი გუშინ ფაქტობრივად ქუჩაში იყო და სიკვდილი დაეცა თავში მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ თვალი დახუჭა ვიღაცამ თავისი გასაკეთებელი არ გააკეთა და დღეს გამოდიან და პოლიტიკურად ლაპრობენ ამიტომ საუბრობ ჩვენ ეს არის მათ შორის ამას არ მინდა ახლა დავაკავშირო რაღაც საკითხებს მაგრამ ეს არის მუნიციპალური საკითხები და ჩვენ მუნიციპალურ არჩევნებს რო უკავშირებთ ამ საკითხებს არ შეიძლება ესეთი ხელისუფლება დავტოვოთ ჩვენ მუნიციპალურ დონეზე და ყველა ჩვენი რესურსი მით უმეტეს ელექტორალური შესაძლებლობა ამის შესაძლებლობას თუ გვაძლევს და მონაცემები არ უნდა მივართვათ ესე ხონჩით ბიძინა ივანიშვილს რომლის სურვილი ძალიან დიდი აქვს მას და ამიტომ ჩვენ ყველა ბრძოლის ხაზს გამოვიყენებთ იმისთვის რომ ეს სიკვდილის ქალაქი იქცეს ნამდვილად სიცოცხლის ქალაქი. პადობერდი, აი რადგან ახსენეთ მუნიციპალური არჩევნები, გადავიდეთ მოდით ამ თემაზე, მე თვითონ რომ გუშინ თქვენი პარტია და ლელო თანამშრომლობაზე შეთანხმდა, მაყურებლებს შევახსენებ, რომ პერსონალურად თქვენ და ლელოდან პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ მოაწერეთ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში აი სწორედ საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე შეთანხმებას ითვალისწინებს. მოდით უფრო მეტი უთხრათ ამ შეთანხმების შესახებ მაყურებლებს ბრძოლის რა საერთო პრინციპებზე შეთანხმდით და რას გააკეთებთ ერთობლივად ლელო და გახარიას პარტია მუნიციპალური არჩევნებისთვის. დიახ, ლელა, ჩვენ არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით მართლაც, როდესაც ფაქტობრივად მზარდი ავტოკრატია გვაქვს. სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტობრივად მიტაცებულია. ივანიშვილის და ოცნების ამოცანა არის პირდაპირ ფორმით პოლიტიკური ოპოზიციის დანგრევა, გაქრობა, ყველა პოლიტიკური ველიდან გაძევება და ქუჩაში დატოვება. ქვეყანაში ფაქტობრივად კონსტიტუციური მართვის მოდელი არის მოშლილი და ფაქტობრივად იმართება რაღაცა პარტიის ვერტიკალის მხრიდან. და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია, იმიტომ რომ ეს არ არის სტანდარტული არჩევნები და ჩვენ აქ მაქსიმალურად უნდა გამოვიწყოთ ურთიერთკოორდინაცია და ურთიერთკონკურენცია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვთქვით, რომ განვაცხადეთ, რომ ეს იყო თანამშრომლობის საწყისი წერტილები, რაც გულისხმობდა თავისუფალ არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ან და საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას ნეიტრალური კანდიდატების შეუძლებლობის შემთხვევაში მერობის კანდიდატებად და მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად, რაც ერთი მხრივ გამორიცხავს კონკურენციას და მეორე მხრივ დამატებით ენერგიას და ძალას აძლევს ოპოზიციურ ელექტორატს სპექტრს იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას და რიგ მუნიციპალიტეტებში დაამარცხოს განსაკუთრებით აქცენტი გვაქვს, რა თქმა უნდა, დიდ ურბანულ ქალაქებზე, სადაც ელექტორალურად საკმაოდ დიდი ზიანი აქვს მიღებული ოცნებას მისი რეპრესიული მოქმედებებიდან და ანტიეროვნული და ანტიევროპული კურსიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ და ასევე ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ამ პრინციპებზე დაყრდნობით კარს ვაღებთ თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად ყველასთან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების რაღაცა ნაწილი დღეს შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდეს ამ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, პარტიებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აიღებენ ადამიანები, პროტესტში ჩართული ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი მოქმედი ხელისუფლების მიმართ და ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი განაცხადი იქნება თანამშრომლობისთვის აი ამ პრინციპებზე დაყრდნობით, თუ არიან აქტიური ადამიანები, რომელსაც სურთ საკუთარ სოფელში, საკუთარ მუნიციპალიტეტში
აი ამ ბრძოლაში ჩართვა ჩვენი კარი ჩვენი რესურსები პოლიტიკური, ადამიანური სასტაბო სრულად იქნება მიმართული ამ ადამიანების ნახოთ გამოჩნდებიან თუ არა აქტიური ადამიანები თვითონ სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების მხრიდან არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ მწვავე კრიტიკა ახლავს თქვენსა და ლელოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ეს არ არის თანამშრომლობა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პარტიასა და ბიძინა ივანიშვილს შორისო, ასე ფიქრობენ ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურ პარტიებში. აი რას უპასუხებთ მათ და მეორე მხრივ ხომ არ გაგიჭირდებათ ამ მორჩევლების დარწმუნება, საკუთარი ამ მორჩევლების და არა მხოლოდ ზოგადად ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დარწმუნება იმაში, რომ ხო თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა არ არის ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენს მოქალაქეებს ვცემ პატივს და მათ შორის პატივს ვცემ მათ ამ მომრჩევლებსაც, რომლებმაც 2020 წელს ამ პარტიებს მისცეს ხმა, ამიტომ ზუსტად არ უპასუხებ ისე, როგორც ეს ადამიანები იმსახურებენ, მაგრამ რა ბინძური კამპანიაც მოდის ამ ადამიანების მხრიდან, როგორი აღვირახსნილი მესიჯებიც მოდის ამ ადამიანების მხრიდან. როგორ შეუძლიათ განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს დაარქვან მოღალატეები, ადამიანებს დაარქვან ბიძინა ივანიშვილთან გარიგებულები, ადამიანებს დაარქვან რუსები. აი ეს არის ის, რაც არ უნდა დავუშვათ ჩვენ ხელისუფლებაში. პირდაპირ ფორმით გეუბნებით ამას. არ შეიძლება, როგორ შეიძლება შენ ერთი მხრივ ოცნებას აკრიტიკებდე და მეორე მხრივ ზუსტად ისე აცხადებდე, რომ ამ არჩევნებს ჩავშლი მე. ერთადერთი ვინც უბნებზე რაღაცების ჩაშლას ცდილობდა და არევას იყო ოცნების ხელისუფლება აქამდე. და ნაცმოძრაობას ეს თავის წარსულიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ისევ ეძახის და რაღაცა არჩევნებს ჩავშლით, იქ ვიღაცას დავხვდებით, არჩევნებს არ ჩავატარებთ. მოდით აბა ერთი. მოდით აბა დავხვდით. სად დავხვდებით? საერთოდ მაინც ოცნების ტიტუშკებთან ერთად ხო არ დავხვდებით შემთხვევით. როგორ შეიძლება ასე დაღვირახსნილ კამპანიაში იყო ჩართული? მე ვერ წარმომიდგენია მათ ევროპელებიც რომელიც 4 ოქტომბრის დღეს იგეგმება არა მხოლოდ რუსთაველის გამზერზე, არამედ როგორც ამბობენ სხვა ქუჩაში. მე არ ვიცი რა აქცია იგეგმება ზუსტად 4 ოქტომბერს, თუმცა ეს არ მიშლის. თქვენ იქნებით მხოლოდ საარჩევნო უბნებზე თუ იქნებით მათ შორის საპროტესტო აქციებზე თუ კი 4 ოქტომბრის ჩვენ აბსოლუტურად მანიფესტაცია დაიგეგმება. არჩევნები არის დამატებითი ბრძოლის ხაზი. იმ პროტესტთან ერთად, რომელიც ქუჩაში არის. საგარეო მიმართულებით მე არ ვიცი, აი დამისახელეთ ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც იწონა აქვს, რაც გიორგი გახარიას და რაც გიორგი გახარიას უკეთებია ამ ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. მათ შორის რა მესიჯებსაც ეს ადამიანი აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ძალიან მაღალ დონეზე საერთაშორისო რაც ამ ადამიანს უკეთებია მათ შორის რომ ქვეყანას არ მიიღო სანქციები, უვიზო შეჩერება და ინდივიდუალურად დაჯილიყვნენ პასუხისმგებელი პირები, ერთი რომ დამისახელეთ ადამიანი, რომელიც მისი პოლიტიკური წონის დასავლეთში საუბრობს ამ საკითხებზე. ამიტომ ჩვენ ყველგან ვართ დასავლურ ფრონტზეც, მათ შორის ევროპულ ფრონტზე, ჩვენ ვართ პროტესტში ჩართული და ჩვენ ვართ ქართულ ხალხთან და არჩევნები არის დამატებითი გზა. ამიტომ ეს აღვირახსნილი კამპანია დროზე ჯობი არის შეაჩერო. წარმოგიდგენიათ ლელა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამარჯვებულ მერიას, ანუ ხალხის მიერ არჩეულ მერიას ოპოზიციურს დააწერილეს, რომ ჩვენო ბოიკოტში მე და მე წააშლევიდეს ეს მესიჯი. აი ეს არის ნაცური სახე. მე როდესაც საუბრობ რომ აი ნაცურ ესე იდეოლოგიას ვეაბძვი, ნაცებიც ესე იყვნენ 2012 წლამდე, როგორც ჩანს გაახსენდათ დღეს რაღაცეები. აი განსხვავებულ აზრს ასე დევნიდნენ, ებრძოდნენ, ყველა იყო რუსეთის აგენტი, ყველა იყო რუსი, განსხვავებულად ვინც ფიქრობდა ის იყო მტერი. ფაქტობრივად, ტელევიზორს თუ იპოვიდნენ ოპოზიციურ არხზე ჩართულს, დასმენები მიდიოდა ამ ადამიანის პირდაპირ სამსახურიდან გათავისუფლება. ზუსტად იგივე მოცემულობა გვაქვს დღეს. როგორც ბაჩიაშვილს უსწორდება დღეს ციხეში, ისე უსწორდებოდნენ ნაცები პატიმრებს. ბაჩიაშვილამდე მივალთ და აუცილებლად კითხავთ იქამდე. მოდით თავი დავანებოთ სხვა ოპოზიციური პარტიებს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას და შევხედოთ იმ ასე ვთქვათ სურათს, რაც უშუალოდ თქვენს პარტიაში შექმნილი. აი ელგუჯა ხოկრიშვილი გაემიჯნა პარტიას, როგორც ჩანს და ამას ღიად ამბობს განსხვავებული პოზიცია აქვს დიმიტრი ცკიტიშვილსაც. იქ საარჩევნო სიიდან ამოიღეთ რამდენიმე ადამიანი, რაც არ ვიცი შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მათ განსხვავებულ პოზიციას და მოკლედ კითხვებს იწვევს ის ყველაფერი, რასაც ღიად ვხედავთ. აი საით მიდის შესაბამისად პროცესები თვითონ პარტიაში. ხომ არ შეიძლება მუნიციპალურ არჩევნებში შესვლა იმდენად ძვირად დაგიჯდეთ, რომ არ ვიცი, დაგიჯდეთ და დაკარგოთ მნიშვნელოვანი
ადამიანური რესურსი, ასე ვთქვათ, თქვენი პარტიული შემადგენლობის და არ ვიცი, ჩამოშლის საფრთხის წინაშე ხომ შეიძლება აღრებსეთ. ლელა, იგეცინება, მაგრამ ლოგიკურად ეს კითხვაც ჩნდება. ერთი რამე მინდა იცოდეთ, ლელა. ეს პარტია არის ფასეულობებით და იდეოლოგიით შექმნილი პარტია. ამ პარტიაში ადამიანები ბევრი მოსულან და წასულან. ეს პარტიისთვის პრობლემა არ ყოფილა. რა ვიცი ხა. ახალი ადამიანებიც მოდიან, მიდიან. ეს ჩვეულებრივ წასულები ნახეთ, მოსულები თუ ხავთ. ახლა დავამთავრებ. რაც შეეხება კონკრეტულად განსხვავებულ მოსაზრებას, ჩვენი პარტია არ არის კომუნისტური პარტია, ყველა განსხვავებულ მოსაზრებებს დიკას ექნება ეს თუ ელგუჯას, რა თქმა უნდა, პატივცემთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღები არის უმრავლესობა და აბსოლუტური უმრავლესობა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამ პარტიის დამფუძნებლები, ვის მხრებზეც მოვიდა ეს პარტია აქამდე. ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის სწორი სტრატეგია, სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გზიდან გადახოვას არ ვაპირებთ. განსხვავებულ მოსაზრებებს პატივცემთ, განსხვავებულ აზრთან ერთად უნდა თანავცხოვრობდეთ. არა მხოლოდ პარტიაში, ოჯახში არის განსხვავებული აზრები და რა პრობლემა არის. ღმერთმა დაგვიფაროს, განსხვავებული აზრი შეიძლება არ იყოს ნაცმოძრაობაში, მაგალითად პირობითად. არ იყოს ქართულ ოცნებაში, მაგრამ ჩვენს პარტიაში ყოველთვის იქნება განსხვავებული აზრი და მე ამას პატივცემ. რაც შეეხება ეხლა ვიღაცა წავიდა, ვიღაცა მოვიდა, სიებს რაც შეეხება სიებიდან ადამიანების ამოღებას. პირდაპირ ფორმით გეუბნებით, რომ ეს უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამ ადამიანების პოზიციას კი არა, პირიქით. ეს ადამიანები მოაზრებულები არიან ცალკეულ ოლქებში, შესაბამისი მაჟორიტარობის კანდიდატებად, თუ მერობის კანდიდატებად, სწორედ ამას უკავშირდება ეს გადაადგილება და აქედან ეხა ნიუსის შექმნას ცდილობდა მთელი სამთავრობო ყალბი მედია, რომელსაც სხვათა შორის CSCOM ზუსტად 3-4 წუთში მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს მიერ შეტანილი განცხადების შემდეგ. აი ეს არის მოცემულობა, რაც არის. კარგი, თქვენი და ლელოს თანამშრომლობის შესახებ ქართული ოცნების გამოხმარებაზეც დავსვათ ერთი კითხვა. ირაკლი კობახიძის როგორც ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების განცხადებებს მოისმენთ ალბათ გუშინ. პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ოპოზიცია ნებისმიერ კონფიგურაციით განწირულია მძიმე მარცხისთვის. ჩვენ ნებისმიერ ფორმატში 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, მარტივად რომ ვთქვათ და აღარ გავაგრძელოთ, გუშინ გააკეთა ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება. ისევ და ისევ არ კარგავს აქტუალურობას, კითხვა, რისი იმედი შეიძლება გქონდეთ და ხომ არ იბრძვით მართლაც, როგორც გახარიას პარტია, ისე ლელო პოლიტიკურ სპექტრში მეორე ადგილის და საკრებულოებში რამდენიმე მანდატისთვის, როგორც ამას ბევრი არც ერთ ბრძოლაში არ შევალ, თუ თეორიული შანსი არ მექნება გამარჯვების. პირდაპირ გეუბნებით და ეხლა სულელი უნდა ვიყო იმ ბრძოლაში შევიდე. გამარჯვებაში რას გულისხმობთ? აი რა არის ის მაქსიმუმი შედეგი, ვისი მიღებაც? უყურეთ, გამარჯვება ვიღაცა შეიძლება რაღაცას თulis. ჩემთვის გამარჯვება იცით რა არის? ჩემთვის გამარჯვება არის ის, რომ მაქსიმალურად კამპანია ჩავატარო და ოცნების ეს ამ რეჟიმის მოძალადე რეპრესიული სახე დავანახო საზოგადოებას. ეს ჩემთვის გამარჯვებაა, რაც უფრო ელექტორატი დააკლება ოცნებას, ეს ჩემთვის გამარჯვებაა პირდაპირ ფორმატში. მაგრამ ეს არ ცვლის ქართულ ოცნებას. არა, არ ცვლის რა, ეხლა თქვენ გონიათ, ეხლა მართლა 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებს ეხლა ოცნების ხელისუფლება და ეგ არის ამ ადამიანების ამოცანა. მე თქვენ გეტყვით, ირაკლი კობახიძე თუ ვინმე არის განწირული მარცხისთვის, ისტორიულად და სამართლებრივადაც არის ირაკლი კობახიძე. ტერს არ უსურებ იმ ბედს, რაც ირაკლი კობახიძეს ისტორია დააკისრებს აი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის. ამიტომ ცოტა ფრთხილი უნდა იყოს განცხადებაში, იმიტომ რომ შეიძლება ოცნებას მოწინააღმდეგე პოლიტიკურ პარტიებს კი არ მოუწიოთ პოლიტიკური განაჩენის გამოტანა ამ ადამიანისთვის. თავად ივანიშვილმა გამოუტანოს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ეხა მართვის უნარები არ გააჩინეთ, ეკონომიკა ფაქტობრივად ჩამოშლის ზღვარზე მიიყვანეს, პირდაპირ ფორმით გეუბნებით. ფაქტობრივად საგადასახადო დავები გუში რაც გავრცელდა ინფორმაცია ინტენსიურად განეხილება, რატომ იცით? იმიტომ რომ სერიოზული გარღვევა აქვს საშემოსავლო ნაწილში. პირდაპირ ფორმით აქვს გარღვევა, როგორ შეიძლება საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი არ იზრდებოდეს ბიუჯეტში და დღეგ იზრდებოდეს, დღეგ რომ მანიპულირებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რატომ იდის მთელი სპეცოპერაცია ურთიერთგარჩევა ოპარული ფულის გადასანაწილებლად? იმიტომ რომ პრობლემა აქვს მათ შორის პარტიულ შავკასაში და რეჟიმის რჩენა ძალიან ძვირიჯდება. ვინმეს თუ წარმოუდგენია აქ ბიძინა ევენშულს იმის რესურსები აქვს, რომ თავისი ჯიბიდან არჩინოს ეს მთელი ეს ხუნტა, რომელიც ხელისუფლებაში ყავს მოყვანილი, ძალიან ცდება. თავისი მას თვითონაც პრობლემა უდგას. მის აქტივებს ლიკვიდირების პრობლემა აქვს. 1000 დავაში არის გახლართული. სწორედ ამიტომა ფულის გამო ყველაფერზე რომ მიდის ეს ხელისუფლება და გაურკვეველ ვითარებაში ადამიანები თვითმკვლელობას ცდილობენ თუ ერთმანეთისწვიან ჯერ კიდევ
გაურკვეველია, ამიტომ სხვა შორის, რადგან ამ თემას შეეხეთ, ბატონ ბერდი, აი ნაციონალურ მოძრაობაში ლამის ყოველდღიურად კეთდება განცხადებები, რომ ახლა უკვე კახა კალაძეს ელოდება იგივე რაც თორნიკე რიჟვაძეს და რომეო მიქაუტაძეს, ანუ მათი ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი კალაძისგანაც ითხოვს $2 მილიარდ. აი ამ ტიპის ინფორმაციებს თქვენი აზრით რა საფუძველი შეიძლება გქონდეს? აი რა ხდება სახელმწიფო კულუარებში, როგორ ვფიქრობთ, რა მოხდა თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებაში, რა მოხდა რომეო მიქაუტაძესთან მიმართებაში და რა შეიძლება ახლა უკვე ხდებოდეს კახა კალაძის თუ სხვა პირების თავს? ანუ ცალსახა ერთი რამ არის ლელა, რომ ფაქტია, რომ კორუფციასთან და თვითონაც არ უარყოფენ ამ სხვათა შორის სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. ძალიან ბევრი ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ გამდიდრდა ამ ქვეყანაში და წარმოუდგენელი არის თავმჯდომარის პირის დეკლარაციაში ჩახედო და მე მაცახლებს შეხედო და არ დაასკვნა რომ ეს ადამიანი შესაძლო კორუფციულ საქმეებში არის ჩართული. რომეო მიქაუტაძე ხო რაღაცა საჩვენებელი кейსი იყო, ხო იმის იქით ხო რეალური ფული სადღაც იმალება და ამ ფულის გადანაწილების პროცესი მიდის ისე როგორც აი სინდიკატებს ახასიათებთ მაფიოზურ დაჯგუფებების გავლენების და ფულის გადანაწილება. აქ ხო დემოკრატია და რაღაცა სამართლიანი წესრიგის და კონსტიტუციური თამაშის პრინციპები რაც დაწერილია და რაც საერთო სახალხო შეთანხმება არ მოქმედებს, ხო? აქ რაღაცა მოპარული ფულის გადანაწილების პროცესი მიდის, რომელიც კოლცენტრებიდან შემოვიდა, რომელიც პირდაპირ ფორმით ატკატებიდან შემოვიდა, რომელიც რაღაცა ეს კორუფციული კოეფიციენტებიდან და დეველოპერული ბიზნესიდან არის შემოსული. აი ამ ყველაფრის აკუმულირებული თანხა, რომელიც რამდენიმე გავლენიანი ჯგუფის თუ ოჯახის ხელში აღმოჩნდა, აი ამ გადანაწილების პროცესი მიდის. ჩვენ როდესაც საუბრობდით 20-25 გავლენიან ოჯახზე, დიახ, ეს ოჯახები არიან დღეს ერთმანეთს დაპირისპირებულები და სწორედ ამ ქრონიკას ვადევნებთ ჩვენ თვალს. ზედაპირზე რა ამოტივტივდება ამას ვნახავთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რა ზედაპირზე ტივტივებს და რაც მის მიღმა შეიძლება ხდებოდეს, ხო, ადამიანების სტრესი, განადგურება, დაშინება, ოჯახები და ასე შემდეგ. აი ეს მოაქვს ზუსტად ბიძინა ივანიშვილის მართლის მოდელს და აი ამ მოდელში ხა თუ ვინმეს გონია რომ სადამჯელო ინსტრუმენტი იქნება ან დინარაძე ან კობახიძე ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ მათაც სერიოზული გამოწვევები ელოდებათ. ბატონ ბერდია, მე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაგისვით კითხვა თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში და ისევ ირაკლი კობახიძის პოზიციას მინდა დაუბრუნდეთ, თუმცა ახლა უკვე სხვა თემის კონტექსტში პრემიერ-მინისტრ ჟურნალისტებმა გუშინ კიდევ ერთხელ დაუსვეს კითხვა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც, რომელი მოვლენებით თქვენი პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას სახელს უკავშირდება როგორც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს. ასეთი რამ თქვა გუშინ ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის მოვლენები დამატებით გამოძიებას საჭიროებს, განსაკუთრებული დაინტერესების საგანია, ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანდა აქამდე მდგომარეობა. გაქვთ თუ არა პასუხები კითხვებზე, რომელსაც სვამს ირაკლი კობახიძე? განსაკუთრებული გამოძიების საგანი აუცილებლად გახდება, როგორ მოხდა სერგეი გავრილოვი ქვეყანაში, როგორ მასპინძლობდა მას შამპანიურებით, ეს ფოტოც არსებობს ამის ცნობილი გავრცელებული სოციომედიაში ირაკლი კობახიძე, როგორ აღმოჩნდა მერე იმ სავარძელში, საიდანაც ზვიად გამსახურდია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოუცხადა, როგორ გაიქცა მერე ბაქოში, როგორ იმალებოდა იქ და როგორ ჩამოვიდა, ესეც გამოძიების საგანი იქნება. რაც შეეხება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, პირველი შემთხვევა ალბათ кейსი, როდესაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და თან მახინჯად განმარტავს. პროცედურულ ნაწილში თქვა მხოლოდ ევროპულმა სასამართლომ, რომ რაღაც საგამოძიებო მოქმედებები არის ჩასატარებელი, თორემ მატერიალურ ნაწილში წამების ფაქტი არ დაუდგენია, დაადასტურა შტურმის ფაქტი საქართველოს პარლამენტზე და ზუსტად იგივე ვორდინგით საუბრობს დღეს კობახიძე 20 ივნისთან დაკავშირებით, როგორც საუბრობდნენ თავის დროზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. არაფერი არ შეცვლა. შემთხვევით ამნისტია თვითონ ხო არ გამოაცხადეს. ვინმე ხო არ მალავენ შემთხვევით ამ ამნისტიის მიღმა. დღეს რო deep state-ს აბრალებენ ყველაფერს. ამნისტია, როდესაც იქნა მიღებული, გიორგი გახარია საერთოდ გადამდგარი იყო თანამდებობიდან. ესე იგი ამნისტიის მე არ ვიცი ვის მალავენ, რას მალავენ, როგორ მალავენ, მაგრამ ამნისტია ჩვენი მიზანი არ ყოფილა. ჩვენ პირდაპირ წინააღმდეგი ვიყავით ამის. ამნისტიის ერთადერთი ბენეფიციარი გახდა მაშინ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და შტუმში ჩართული ადამიანები და მათ შორის გარკვეული ნაწილი ადამიანების, რომლებიც აი ამ შტუმს იგერიერდნენ და სამსახურებრივ უფლებამოსილებას განაამეტეს. ამიტომ 20 ივნისთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიან აღსრულებას მივესალმებით, თუმცა
აი ეს მთელი საცირკო სანახაობა, რასაც აწყობენ რაღაცა პროკურატურის მონაწილეობით, რაც ძალიან მძიმეა ჩემთვის პერსონალურად. რუსთაველის გადაკეტვა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზნით თითქოს და რაღაც ხელთათმანებით მუშაობა 6 წლის წინანდელი რაღაცა კვალების აღმოსაჩენად თუ წარმოუდგენელ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასრულებ თუ ასე ახსნეს პროკურატურაში სტრასბურგის სასამართლო არ ეუბნება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ძალიან კარგად ვიცით როგორ ხდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, დგება საგამოძიებო გეგმა. იმ საგამოძიებო გეგმაში არ წერია რუსთაველის გამზირი, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილი ტერიტორია, რომელზეც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების აუცილებლობაც კი არ აქვს, იმიტომ რომ შეგიძლია ყველა შესწავლილი ტერიტორია და გააკეთო დათვალიერების ოქმითაც და გააკეთო ესე რომ ვთქვათ ზეთხედის ორთოფოტოს დათვალიერების ოქმით, გარკვეული გარემოებები დაადგინა. აი ტყეში ტყე არ არის რუსთაველის გამზირი და ხელთათმანების მუშაობა ხო საერთოდ კომიკური სანახაობა იყო მთელი ამ პერიოდში. რაც შეეხება გიორგი გახარიას ბატონბედია, თავად გიორგი გახარია ჯერ კიდევ უცხოეთში იმყოფება, ამჯერად რომელ ქვეყანაშია თქვენი პარტიის ლიდერი, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ და ხო, ხომ არ გაირკვა მაშინ საბოლოოდ ხომ არ რჩება საზღვარგარეთ. არა, ჯერჯერობით ეგეთი რამ გარკვეული არ არის. დღეს არის ევროპულის კომიტეტის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი, თქვენ იცით, ევროკომისიის შეხვედრები, გიორგი გახარია იმყოფება ბრიუსელში, სადაც აქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც საქართველოს საკითხის განხილება ჩვენი მხრიდან ხაზგასმული იქნება პოლიტიკური პატიმრების საკითხი, მათი გათავისუფლების აუცილებლობა და ჰუმანიტარულ განზომილებაში განხილვა საკითხის ახალგაზრდების გათავისუფლება, დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხზე და ასევე იმაზე, რომ ქვეყანა დგას დღეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე და ჩვენი პოლიტიკური პარტია აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ შეეხოს რიგით მოქალაქეებს, ეს არ გავრცელდეს ქვეყანაზე და ინდივიდუალურად დაისაჯონ ის პირები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის შეჩერებაზე და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. კი ბატონო და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ უკვე ბაჩიაშვილის ისტორიაზე, რომელსაც ის ყვება. გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საკანში სცემეს მანგუშინ საპატიმროდან გაავრცელა განცხადება, სადაც მომხდარს დეტალურად აღწერს, ყვება, რომ თავდაპირველად 8 ივლისს გლდანის მერვე დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტები ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა 11 ივლისს საღამოს საათებში კი მასთან უკვე საგანში შევიდა უცნობი პირი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა. ჩემთვის უცნობი პიროვნება მირტყამდა მოშტებით, შუშის ჭიქა თავზე გადამაფშნა, ნამსხვრევების მოქნევას ცდილობდა ყელსა და სახელში, რამდენჯერმე კედელზე მიმარწმევინა თავი, თავზე დამჭირდა სამინაკერი, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ყვება თავად გიორგი ბაჩიაშვილი. ხა თქვენი პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ გუშინ პოსტი დაწერა ამ საკითხთან მიმართებაში სოციალურ ქსელში. ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს, ეს არის ივანიშვილის დავალებით ძალადობა, ოცნების მხარდამჭერებს მინდა ვკითხო, ციხეში პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებ თუ ასე მიმართა გახარიამ ქართული ოცნების მხარდამჭერებს. თქვენი სათქმელი რა არის იმ ისტორიაზე, იმ ამბავზე, რომელსაც ყვება გიორგი ბაჩიაშვილი და თქვენც ხომ არ გახსენებთ რამეს? დიახ, მე მახსენებს იმას, რაც ჩვენ 2012 წელს გვეგონა რომ დავამთავრეთ და ფაქტობრივად ეს ხო მორალური უპირატესობის ხაზგასმა იყო ოცნების ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის, რომ ჩვენ არ ვართ რეპრესიული ხელისუფლება, მოძალადე ხელისუფლება. დღეს ზუსტად იგივე საკეთებენ საპატიმრო დაწესებულებებში, ციხეში ცემენ პატიმრებს. ეს არის მოცემული. ჯერ ხო კონკრეტულად საკუთარი ფულის გადასარჩენად ევროპული მომავლით ვაჭრობენ, ეროვნული ინტერესებით ვაჭრობენ და საკუთარი ნაძარცვის შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მეორე მხრივ გაქცეული ადამიანი სპეცოპერაციით ჩამოიყვანეს, სპეცოპერაციით, ოღონდ ეს არის დანაშაულებრივი სპეცოპერაცია, სადაც ადგილი შესაძლოა ჰქონდეს ძევლად ხელში ჩაგდება, სამსახურო ფულოვანების გადამეტებას, უამრავ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ უამრავ დანაშაულს. და უამრავი ადამიანი იყო ჩართული და დარწმუნებული არ უამრავი კვალია დატოვებული ამ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, როგორც აფგან მუხტარლის შემთხვევა, ესე ვერ მიიჩქმალება ეს შემთხვევა.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც პატიმარი სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფება, იქ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოს და ვერავინ შეძლებს პასუხისგებას გუშინ პენიტენციური სამსახურის განცხადებას ვისმენდით, თითქოს ერთი პატიმარი მეორე პატიმართან რაღაც ფიზიკურ დაპირისპირებას. ეს დირექტორს უთქვამს გიორგი ბაჩიაშვილისთვის, რომ არ ელოდა თუ კი მსჯავრდებული მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა, არ ველოდებოდი თუ იჩხუბებდა წარმოუდგენელი არის რას ამბობთ, ანუ ორი პატიმარი რო ჩხუბობს და ერთი აზიანდება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. არაფერზე ეს ადამიანები პასუხისმგებლობას არ იგებენ. არც ერთ უბედურ შემთხვევაზე, ტრაგედიაზე, ცემაზე, ძალადობაზე, ძარცვაზე, რაც ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა და მაგნიცკის სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ყავდა ბოლო-ბოლო და სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელები და ფაქტობრივად სამინისტრო არის მაგნიცკის სანქცირებული. არაფერზე ამათ პასუხისმგებლობა არ აუღიათ. აი ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლების შედეგი. ამიტომ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა პლატფორმაზე დავაზიანოთ ოცნების რეჟიმი. მადლობა ბატონ ბერდია იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დავემშვიდობებით ბერდიას იჭინავას. ახლა რეკლამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვაერთოთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან საინკიძე ჩვენთან ერთად. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლევან, ბევრი აქტუალური საკითხია, რასაც შეძლების დაგვარად გაცემის ამ ნაწილში დაუთმობთ ყურადღებას, თუმცა მინდა დავიწყოთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, მათ შორის თქვენი ვიზიტით ბრიტანეთში. ახლახან დაბრუნდით დიდი ბრიტანეთიდან, სადაც თინა ბოკუჩავასა და პეტრე ცისკარიშვილთან ერთად იმყოფებოდით და სადაც შეხვედრები გქონდათ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ქვეყნის პარლამენტში. აი თინა ბოკუჩავამ თქვა გუშინ, რომ ერთ-ერთი საკითხი, მთავარი საკითხი, რაც შეხვედრებზე განეხილებოდა, იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობა და როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ცხადებს, ივანიშვილი უნდა ელოდოს მოქმედებას დიდი ბრიტანეთიდან. პირველ რიგში კონკრეტულად რა დაპირებები მიიღეთ დიდ ბრიტანეთში და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ვნახავთ ივანიშვილის მიმართ ბრიტანეთის მოქმედებებს? მოგესალმებით. პირველი მინდა აღნიშნო, რომ დიახ, მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები დიდ ბრიტანეთში. იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი სანქციების დაწესების თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ბევრად უფრო თავისუფალი რეჟიმით სარგებლობს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში არსებობს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ფორმატი, სადაც სამწუხაროდ ვიქტორ ორბანის სახით ბიძინა ივანიშვილს ჰყავს სერიოზული მოკავშირე, რომელიც მუდმივად ბლოკავს მათი სანქცირების საკითხს, მაგრამ დიდ ბრიტანეთს ესეთ ხელშემშლელი გარემოება არ აქვს, დამოუკიდებლად იღებენ სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმების გარეშე სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებებს. 10 აპრილს მათ ქართული ოცნების 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირეს და 4-ვე მათგანს მოუწია თანამდებობის დატოვება. ჩვენ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბრიტანული სანქციები არ არის მხოლოდ სავიზო სანქციები, ეს არის უმძიმესი ფინანსური სანქციები დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა და მისი საფონდო ბირჟები თუ ასე შემდეგ იმდენად დიდ გავლენას აძლევს ამ სახელმწიფოს, რომ ფაქტობრივად კონკრეტული პირის სამუდამო ეკონომიკურ სიკვდილს იწვევს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის სიგნალები, რომელიც მივიღეთ ლორდთა პალატაში, თემთა პალატაში, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლების, ივანიშვილის გარემოცვის წევრების და მისი ბიზნეს პარტნიორების სანქცირების პროცესი არის უბრალოდ გარდაუვალი. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ქართული ოცნების პროპაგანდაც ამისკენ მიგვითითებს, რომ ბრიტანული სანქციები მათთვის არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ როდესაც დიდი ბრიტანეთი გინთებს წითელს, ჩათვალეთ, რომ როგორც ესეთი ბიზნეს საქმიანობაში თუ ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობაში სამუდამოდ ამთავრებელია. ლევან, დიდი ბრიტანეთი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია იმ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, რომელიც მწვავედ ეხმაურება ქართული ოცნების პოზიციონირებას. დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთია იმ 17 სახელმწიფოს შორისაც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელეს, თუმცა შევხედოთ, მოდით რას ამბობენ ქართულ ოცნებაში ამ ასე ვთქვათ ერთობლივ განცხადებასთან
გაიმართებაში და მცირე ამონარით წავიკითხავ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებიდან 18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვს გადგმული Deep State-ის არაფორმალური მმართველობა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე Deep State-მა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის კონკრეტული მიზნით დააშორა. Brexit-ის საფუძველზე ჩამოყალიბდა მესამე განცალკევებული ცენტრი, რომელიც Deep State-ის გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. ეს მოკლედ იმის შესახებ, რასაც ამბობს ქართული ოცნება მის განცხადებაში. რა არგუმენტებით დაუპირისპირდებით Deep State-ის თაობაზე ქართული ოცნების უცვლელ message box და მეორე მხრივ ხომ არ მუშაობს საზოგადოებაზე ეს მესიჯები? მოდი პირველი დავიწყოთ იმით, რომ სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ეს ხალხი ჯერჯერობით ინარჩუნებს ძალაუფლებას და მიტაცებული აქვს ხელისუფლება. მაგრამ ნებისმიერი ესეთი განცხადებით მე თამამად შემიძლია ვთქვა, ნებისმიერი ესეთი განცხადებით ისინი აჩქარებენ მათი სანქცირების პროცესს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როდესაც ჩართულები ვიყავით ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წინა განცხადება იყო გავრცელებული, სადაც იგივეს ამბობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის უდიდესი ისტორიის მქონე სახელმწიფოს დაპყრობა თურმე შეძლებია Deep States. ახლა მეორე განცხადება არის, რასთან დაკავშირებითაც ძალიან მძიმე რეაქციები აქვს ბრიტანელებს. დიდი ბრიტანეთის იმპერიის შთამომავლებს შალვა პაპუაშვილის ეს ბოდვა ახლა წარმოგიდგენიათ რა ხასიათზე არ არის. შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ახლა Deep State-ის არსებობა არ არსებობაზე საუბარი ახლა ამაში როგორ უნდა შევიდე. ჯერ ესეთი ის განმარტება, რაც დასავლეთში არსებობს Deep State-თან დაკავშირებით, ქართული ოცნება რა შუაშია იმასთან. ანუ რაზეც მიდის საუბარი, რომ დაახლოებით ქართული შესატყვისი ამის ადმინისტრაციული რესურსი არის და ადმინისტრაციული რესურსი და ხელისუფლებაში მყოფი რაღაცა ეს მუდმივი საზოგადოება თუ საჯარო მოხელეების კლასი რაც არის, ქართული შესატყვისი ეგეთი შეიძლება იყოს. აი რა შუაში არის დიდი ბრიტანეთის სანქცირების პოლიტიკასთან. ვინ რა Deep State-ია ის ბიძინა ივანიშვილს? თავად ბიძინა ივანიშვილია Deep State. აი ნებისმიერ წინადადება ამოაკელით Deep State ამოაგდეთ და ჩასვით ბიძინა ივანიშვილი და მიხვდებით, რომ ამ კაცი არის საუბარი. ბიძინა ივანიშვილი არის ის კაცი, რომელიც ამ ქვეყანას ამხობს, რომელმაც მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება 26 ოქტომბერს და რომლის გამოისობითაც შეიძლება 3 მილიონმა ქართველმა დაკარგოს უვიზო მიმოსვლა. სახელი და გვარი აქვს Deep States. ბიძინა ივანიშვილია ეს კაცი, ვინც ქართულ სახელმწიფოს ანადგურებს. კარგი, კიდევ ერთი კითხვა პარტნიორების პოზიციებთან დაკავშირებულ კონტექსტში და მე უკვე ადგილობრივ არჩევნებზეც მინდა დაგისვათ რამდენიმე კითხვა. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა გაიმართება, როგორც ცნობილი ხდება, სხვა საკითხებთან ერთად პარტნიორები კიდევ ერთხელ ისაუბრებენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. სხვა შორის კაია კალასმა დღეს დილითაც გააკეთა ბრიუსელში კომენტარი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და თქვა, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის წყვეტა, ასევე თქვა, რომ არსებობს სანქციების ახალი სია, რომელიც მათ შორის ორ მოსამართლესაც მოიცავს. აი, რას ელოდებით ბრიუსელი და რომელიც თავადაც აღნიშნეთ, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რა ტიპის გადაწყვეტილებები სჭირდება ქვეყანას და უშუალოდ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეჩერების საკითხს რაც შეეხება. აი, მაგალითად, გახარიას სათქმელია, პერსონალურად გიორგი გახარიას გულისხმობ, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს ქართული ოცნების სასტიკი რეპრესიების გამო. რა პოზიცია აქვს ამ თემაზე ნაციონალურ მოძრაობას? მოდი დავიწყოთ იმით, რომ ქართულ ხალხს ჯის არა ჩვენი ამასაც ხაზი უნდა გაესვას რა, ისე გამოდის ხოლმე, რომ ევროპელი პარტნიორების ჯიან საქართველოს გახარიას გუნდსაც რაღაცა ეს ნარატივი აქვს, ეგონება ევროპელების პასუხისმგებლობა. ქართულ ხალხს ჯის ბიძინა ივანიშვილი. 15 ნაძირალა რო არ დასანქცირდეს, ამის გამო ასანქცირებინებს 3 მილიონ კაცს. ბიძინა ივანიშვილი. ვიქტორ ორბანთან ერთად 15 ნაძირალა და ის ორი მოსამართლეც ნაძირალა იქნება, რომ არ დასანქცირდეს და ამაზე ვეტოს რო ადებენ, მზად არიან 3 მილიონ ქართველს წაართვან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. აი ეს არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ამის წინააღმდეგი. რომ 3 მილიონმა კაცმა დაკარგოს ეს უნიკალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს ამ ხალხის მოპოვებულია. ოფლით და სისხლით. დიდ ბრიტანეთში ამის გამო ვიყავით ჩასულები. რომ თუ ტარგეტირებული, ანუ მიზანმიმართული სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ ვერ წესდება ევროკავშირის მხრიდან, იქნებ დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულ შტატებმა მაინც დააწესონ დაჩქარებული წესით. რომ აქამდე არ მივიდეთ.
რომ ერთ დღეს არ გამოცხადდეს, რომ ეს უდიდესი მონაპოვარი დაიკარგა ვიღაც 15 კრეტინის სანქციების გამო. და ეს მუდმივად რაღაცა საჯილდაო ქვის ევროპელებისკენ გადაგდებაში შეუწყობს ხელს ბატონი გიორგი გახარია, რომელიც თავსაფარებს დღეს ევროკავშირს. იქ აქვს თავშესაფარი. ამაშიც არის საქმე. იმიტომ რომ ევროკავშირში უამრავი ძალიან კარგი ადამიანი ცხოვრობს ბელარუსში, უამრავი. მაგრამ როდესაც სახელმწიფო აქვს მიტაცებული ბანდიტს, რომელიც აი ციხეში ისე ექცევა ბაჩიაშვილს როგორც ექცევა, აი ესე ექცევა ადამიანებს. ქუჩაში ბანდფორმირებები ყავს. რიჟვაძეზე რა მოხდა, საერთოდ ღმერთმა უწყეს. არჩევნები ყალბდება, მედიას გუდავენ. აი ამ ვითარებაში რო არის სახელმწიფო, აი ესეთ სახელმწიფოს ვინელის. აი ახლა შეჩერებული რო არ არის უვიზო მიმოსვლა, არის თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის დამსახურება. 28 ნოემბრის შემდეგ ქცევებმა განაპირობა, რომ ევროპელები პატივს ცემენ ქართულ ხალხს. მე იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, უვიზო მიმოსვლა არ შეგვიჩერდება, მაგრამ მოსაფიქრებელია და ჩვენ ევროპა პარტნიორებთან ჩვენ ეს აქტიური საუბარი გვაქვს, რომ როგორ შეიძლება უნგრეთის გვერდის ავლით სანქციების დაწესება ივანიშვილისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ უნგრეთი სამწუხაროდ როგორც ტროას ცხენი და ერთ-ერთი გამორჩეული პუტინის მხარდამჭერი სახელმწიფო არამედ თავად ორბანი არის ივანიშვილის ერთგული მოკავშირე. კი ბატონო, ლევან, დაველოდოთ რა გაწყვეტილებებს მიიღებენ პარტნიორები და მეც გამოვთქვამ იმედს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების გაწყვეტილება არ იქნება მიღებული, იქამდე კი ცოტა დრო დაუთვლეთ სხვა თემებსაც, ბაჩიაშვილზე ცოტა მოგვიანებით კითხავთ, იქამდე რამდენიმე წუთი ადგილობრივ არჩევნებზე, მით უფრო რომ ლელო და გახარიას პარტია, ასე ვთქვათ, შეთანხმდა მუნიციპალურ არჩევნებთან მიმართებაში თანამშრომლობაზე გუშინ გააფორმა ამ ორმა პარტიამ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მერის და საკრებულოს არჩევნებში ან ერთიან კანდიდატებს შეარჩევენ, ან ერთმანეთს, ასე ვთქვათ, კონკურენციაში არ ჩაუდგებიან. აი რა არის დღეს თქვენი სათქმელი, როგორც მამუკა ხაზარაძის, ისე გიორგი გახარიას პარტიის მიმართ და როგორ უყურებთ მათ თანამშრომლობას? ეს არის თანამშრომლობა ბარიერის გადალახვისთვის ერთი, ეს არის თანამშრომლობა მეორე ადგილის დაკავებისთვის და ეს არის თანამშრომლობა, რომ იქნებ რამენაირად ნაციონალური მოძრაობა და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკური ველიდან ჩააჩოჩონ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად აიხდინონ ქართული ოცნება. აი ეს არის მათი მიზანი. მეორე ადგილი ბარიერის გადალახვა და 70-დან 100 კაცამდე საქართველოს საკრებულოებში რაღაცა აი ამ ვითომ ძალმოსილების ქონა. მეტი არ არის, ახლა აქ ჩემი წინა გამოსვლელი რო საუბრობდა ბირდიას სიჭინავა ამ იმაზე, აღვირახსნილი როიძა. ჯერს ერთი ამ სიტყვასთან თხილად იყოს და მე რა იქ რო საუბრობდა არჩევნებს როგორ ჩაშლიან, მას რა ქვია, უბნებს დაარბევენ, ახლა ბოდიში მომთხოვია, მაგრამ მისი გაქცეული ლიდერისგან განსხვავებით, ახლა ჩვენ სკოლის დირექტორებს გულებს ვერ დაუხეთქავთ, იაკერ ზაიას როგორც მოექცა. ახლა მისი უფროსი გამოცდილი არჩევნების გამყალბებელია ძალიან. და რეპრესიების ჩამტარებელი და ზუგდიდში როგორც იქცეოდა და 2020 წლის არჩევნებზე როგორც იქცეოდა, მთელმა ერმა ვნახეთ. და არაუშავს შეურიგდნენ ჯერ იმ ადამიანებს, რომლებიც დადიოდნენ წერილ-წერილ გახარიამ ანაკლის პროექტი როგორ ჩაუშალა და თურმე მაშინ არტარეას და სხვადასხვა ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა რომ მოხდა. ჯერ ამაზე მოურიგდნენ ძირფასები და მე გველაპარაკობ. ამ კითხვაზე პასუხი სხვა შორის გახარიას პარტიაშიც აინტერესებთ და არ შედიხათ ადგილობრივ არჩევნებში, ეს გასაგებია, თუმცა მაშინ რა არის გეგმა ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებთ. ჩვენი გეგმა არის გახარიას პარტიაში ლელოში. როგორ მიდიხართ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე და რა ხდება 5 ოქტომბერს ეს ხალხი რასაპირებს? 5 ოქტომბერს მოიგებენ რამე? ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ხახნო არავითარი მათემატიკური შანსი არ აქვს ამ ორ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ბარიერის ძლივს გადამლახავ ორგანიზაციას რაიმე შემდეგი დადოს. 5 ოქტომბრამდე და 5 ოქტომბრამდე ვაპირებთ აქტიური კამპანიის წარმოებას, აქ რო რაღაცა ის სერიოზული განცხადება რო გააკეთა სერიოზული სახით ჩემმა წინამორბედმა გახარიას ყველაზე დიდი საგარეო კონტაქტები აქვს. აი ისეთი საერთაშორისო ვიზიტები გვექნება, როგორიც ახლა გქონდა დიდ ბრიტანეთში. ერთი მათი წარმოადგენელი ბოლოს როდის იყო და ვის შეხვდა და რა რანგი შეხვედრა ჰქონდა, ის თქვას. სანამ ნაციონალურ მოძრაობას გაეჯიბრება. ახლა რო ჩალიჩობენ იმაში გაწევრიანებას, რა ქვია, სოციალისტურ პარტიაში, ევროპის სოციალისტურ პარტიაში.
ჩვენ რამდენი წელია, რომელი წლიდან ვართ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახის წევრები IPP-ის და ახლა გავხდით პირველად საქართველოში აი ამ ევროპის ახალგაზრდული სახალხო პარტიის წევრები. ვის ეჯიბრებიან და რას ეჯიბრებიან? გავაგრძელებთ ივანიშვილის სანქციებზე მუშაობას, მეგობარი აქტის დაჩქარებული წესით მიღების საკითხს, ქუჩაში პროტესტის გაღრმავებას, ივანიშვილის დელეგიტიმაციას და მათ შორის ოპოზიციაში მყოფი სატელიტური თუ სისტემური ოპოზიციის მზაობის მქონე ადამიანების მხილებას, ერთი მეორეს ხელს აღუშლის. ივანიშვილის მარშალი რგოლები ივანიშვილთან ერთად ჩაიძირებიან. მადლობა ლევან და ბოლო რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ვიდრე დაგემშვიდობებით შევაფასოთ ის რაც გუშინ გიორგი ბაჩიაშვილთან მიმართებაში მოვისმინეთ ის საკანშის ცემეს თავის მხრივ პენტენციურ სამსახურში აცხადებენ რომ დაპირისპირება მოხდა მის საკანში შესახლებულ მსჯავრდებულსა და ბაჩიაშვილის შორის და ორივე მათგანს აქვს მიღებული დაზიანებები მეტიც პენტენციური სამსახურის ინფორმაციით არა მხოლოდ ბაჩიაშვილი მასთან ერთად მასთან დაპირისპირებაში მყოფი პირიც არის გადაყვანილი ჯავდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა თავად ბაჩიაშვილი მისცემას მისთვის ქონების იძულებით წართვას და დაშინებას უკავშირებს და მცირე ამონარიდი მისი განცხადებიდან ეს არის ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი, შესაბამისად წარმოადგენენ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას. ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ ამბობს ბაჩიაშვილი. რა პრობლემებს ააშკარავებს ის, რაც ბაჩიაშვილის საკანში რამდენიმე დღის წინ მოხდა? ეს ააშკარავებს, რომ ბიზინა ივანიშვილი დაუბრუნდა თავის 90-იანი წლების სახეს. ანუ ამ კაცს არაფერი არ შეუძლია, როგორც რუსეთში იშოვა მილიარდები, ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებს აქ, ბანდიტური მეთოდები. ანუ ივანიშვილს აღარც სასამართლო უნდა, აღარც ფინანსური პოლიციით ანგარიშწორება უნდა, აღარც პროკურატურით, აღარც შინაგან საქმეთა სამინისტროთი, არა, საკანი, ბნელი ღამე და ზონდერი. აი ეს არის. ივანიშვილის ლოგიკა არის ეს, მიართვეს ბატონს მისი ყოფილი თანაშემწის თუ ბიზნეს პარტნიორის ნაცემი სახე. აი ეს არის. ამ მდგომარეობამდე მივიდა და მე იკითხავენ ევროპელებს ესეთ სახელმწიფო რატო არ უნდათო. ქართველები უნდათ ევროპაში, მაგრამ ივანიშვილი არ უნდა. როგორც აი ლუკაშენკო არის, აი ეგეთი კაცი მართავს. შეიძლება ლუკაშენკოს მეტი ღირსებები ქონდეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. აქამდე მივედით, რა ვიცი, ამ კატასტროფაში ვარ. და მე ნურავის ნუ გაუკვირდება რა, როდესაც ამრეზით უყურებენ ქართულ სახელმწიფოს. და მე ჩვენი თავარი мотиваცია არის, რომ როდესაც სოფლიოს ახალი წესრიგი ყალიბდება, როდესაც ისტორიული შანსი გვაქვს, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური გარანტიები, გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ამ დროს ვყარგავთ რაში? დროს ვყარგავთ ბიძინა ივანიშვილის ვენდეტებში, რომ ბაჩიაშვილმა ბიტკოინი რამდენი დაუბრუნა და რამდენი არ დაუბრუნა და ამის გამო რომ კაცი ციხეში კინაღა მოკლა ცემაში, აი ეს არის ნორმალური? ამაზე უნდა მიდიოდეს? ჩვენ სახელმწიფოში საუბარი, ეს ვითარება უნდა იდგეს? არა, მე მგონია რომ ამ ქვეყანას აქვს დიდი პერსპექტივები და ივანიშვილს ეს ფეხებზე კიდია. მადლობა ლევან, მადლობა სტუმრობისთვის. დაგემშვიდობებით, ლევან სანიკიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.